ბევრს გექნებათ გაგონილი ისეთი ისტორია, სადაც ვიღაცას ცოლმა უღალატა. ისეთიც, სადაც ღალატის შემდეგ კაცი შეურიგდა ქალს. მაგრამ ეგ ყველაფერი, რაც თქვენ გაქვთ გაგონილი, არის ერთეული ისტორიები. სინამდვილეში კი კატასტროფულად ბევრია მსგავსი ისტორია დღევანდელ რეალობაში. კატასტროფულად ბევრია ისეთი ქალი, რომელიც მიდის ღალატზე. თითქმის ყოველ დღე მწერენ მამაკაცები მსგავს ისტორიებს. ამიტომ ყურები ფართოდ გაშალეთ და ყურადღებით და ბოლომდე მომისმინეთ. ზოგადად ეს საკითხი არის ძალიან მტკივნეული იმ მამაკაცებისთვის, ვინც მსგავს ვითარებაში აღმოჩნდა. ბევრი მათგანი წლების განმავლობაში განიცდის ამ ტრაგიკულ მოვლენას. მათ თავში ერთი და იგივე კითხვა ტრიალებს, რა არ ყოფნიდა ქალს, რატომ მიღალატა. ყველაფერი ჰქონდა, ყველაფერი კარგად იყო და მაინც წავიდა ღალატზე. გარდა ამ ყველაფრისა, სანამ მე აქ გაუბედურებული ვიტანჯები, ის ბედნიერად ცხოვრობს და სულ ფეხებზეც ჰკიდია ყველაფერი. თითქოს და არაფერი დაუშავებია. გავიდა ნახევარი წელი, ერთი წელი, შევდივარ მის სოცცელებში და რას ვხედავ. იღიმის უხარია ცხოვრება, სინანულის არაფერი ეტყობა. ანუ გამოდის, რომ ამ სამყაროში სამართლიანობა საერთოდ არ არსებობს. თავისთავად ეგ არ არის მასე. ახლა მოგიყვებით მსგავსი ისტორიების დინამიკას. როგორ იწყება, როგორ ვითარდება და როგორ სრულდება. დავიწყოთ იმით, თუ როგორ ხედავს მაგ მოვლენის დინამიკას მამაკაცი. თავიდან ყველაფერი კარგადაა, ყველა ბედნიერია, ყველას უხარია ცხოვრება. შემდეგ კი ქალი მიდის ვინმე ჯადოქართან, რომელიც უყვება მას მის წარსულს, აწმყოს და მომავალს. ეგ ჯადოქარი შეიძლება იყოს როგორც ვინმე ქალების ფსიქოლოგი, ისევე ჰოროსკოპიც, ეზოტერიკაც, მკითხაობაც, ან თუნდაც ვინმე გაურკვეველი წარსულის და გასაგები აწმყოს მქონე ქალი. და ამ მოვლენიდან რამდენიმე კვირაში ჩნდება მის ცხოვრებაში ის ადამიანი, ვისთანაც ღალატობს. მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ მარტივი მიზეზშედეგობრივი ლოგიკის გასააზრებლად მოგიყევით. საინტერესო ჯერ კიდევ წინ არის. ეგ ჯადოქარი, რომელსაც აქცევთ ყურადღებას და ღალატის მიზეზი რომ გგონიათ, ეგ არ არის მასე. ეგ ჯადოქარი უბრალოდ მას იმ ბოლო ბარიერის გადალახვაში ეხმარება, რაც მას ჰქონდა დარჩენილი. სინამდვილეში კი იმ ჯადოქართან შეხვედრის შემდეგ ქალი უბრალოდ ბოლომდე კარგავს თავმოყარეობისა და სინდისის იმ ნაწილს, რაც ჰქონდა შერჩენილი. შესაბამისად მას ცდუნებების მიმართ აღარანაირი თავდაცვის საშუალება აღარ რჩება. იმიტომ რომ ღალატი აბსოლუტურად ყოველთვის არის დროში და სივრცეში გაწელილი პროცესი, რომელიც ადამიანის ცხოვრების წესიდან გამომდინარეობს. თუ ქალი ადგილზე ვერ ჩერდება და თუ ჩერდება სულ უკმაყოფილო თუ არის, თუ სულ სიამოვნებას დაეძებს, რომ გემრიელად ჭამოს, იმოგზაუროს, გაერთოს სამსახურში პონტის გამო თუ დადის და ანუ სულ რაღაც დრაივებს თუ ეძებს. მაგ ვითარებაში ის შიგნიდან ნელ-ნელა ინგრევა და ცდუნებების მიმართ თავდაცვის შესაძლებლობას ნელ-ნელა ეტაპობრივად კარგავს. ხო და აი ამიტომ არის მნიშვნელოვანი ქალის ცხოვრების წესიც და მისი მსოფლმხედველობაც. და ასევე ისიც, თუ რამდენად შეუძლიათ ცდუნებებთან ბრძოლა და მათ საწინააღმდეგოდ სვლა, მათზე უარის თქმა ისე, რომ არ იროჟებოდეს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი მაგ ყველაფრისთვის ძალიან დიდი ყურადღების მიქცევა, როდესაც იმ ადამიანს ირჩევ, ვისთან ერთადაც ბავშვების გაჩენას და დანარჩენი შენი ცხოვრების გაგრძელებას აპირებ. როდესაც უკვე ქალს გადალახული აქვს რუბიკონი, მისთვის რამის ახსნას, მის დადანაშაულებას აღარანაირი აზრი აღარ აქვს. არაფერი შედეგი არ ექნება. მან უკვე დიდი ხნის წინ შეყვა მაგ ცდუნებებს და მათთან წინააღმდეგობა ძალიანაც რომ მოინდომოს, უბრალოდ აღარ შეუძლია. მისი თავი მას აღარ ეკუთვნის, მას თავისუფალი ნება აღარ გააჩნია, მისი გონება დაბინდულია. და ეს ყველაფერი არის მისი ცხოვრების წესის შედეგი. ყველა იმ პატარ-პატარა არჩევანის შედეგი, რასაც ის მთელი მისი ცხოვრების მანძილზე აკეთებდა. მათ შორის, რასაც შენს თვალწინაც აკეთებდა. ეგ შედეგი კი დადგა დღეს და ახლა, როდესაც უკვე ერთი ოჯახი ხართ და შვილები გყავთ. მაგრამ არც ეგ არის დასასრული. მაგასაც თავისი ლოგიკური გაგრძელება აქვს. ზოგადად ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს ეს საკითხი, რომ რაც უფრო წესიერი და მართალი კაცი ხარ, მით უფრო არ გიმართლებს. არც პირად ცხოვრებაში და არც საქმეში არ გიმართლებს. ასევე არსებობენ ამორალური და უპრინციპო ადამიანებიც, რომლებიც ყველანაირ სიბინძურეზე არიან წამსვლელი და მათ უმართლებთ. მაგრამ ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მათ ეგ ყველაფერი დროებით ეძლევათ. გადის დრო და ხედავ, თუ როგორ ამტვრევს და ანადგურებს მათ ეგ ყველაფერი. რაც შეეხება მოღალატე ქალებს. თითქმის ყოველთვის მანდ ერთი და იგივე სცენარია. მათ ჯერ ეძლევათ ის მაცდური სურათი, რომ აი ახლა გაფრინდება, აი ახლა გახდება უბედნიერესი. და რაღაც დროის მანძილზე ის მაგ ყველაფერს გრძნობს კიდევაც. შემდეგ კი გადის 6 თვე, 1 წელი, ზოგ შემთხვევაში რამდენიმე წელიც და რა ხდება? რა დასრული კოლაფსი. მას ისეთები მოსდის, ისეთ პირობებში ვარდება, რომ აზრადაც კი არ მოუვიდოდა არავის. აი რომ დამჯდარიყავი და გეფიქრა, უბრალოდ ვერ მოიფიქრებდი, ისეთი უბედურება მოსდის. და რაც უფრო დიდი ხნის შემდეგ მოდის ეგ კოლაფსი, მით უფრო მძიმე და გამანადგურებელია.
და ის რჩება შიგნიდან განადგურებულ მდგომარეობაში და არაფრით ხელში. და მაგ მომენტშიც კი უმეტეს შემთხვევაში მას უბრალოდ აღარ შეუძლია თავისი ცხოვრებისეული ორიენტაციის შეცვლა. ის ისევ აგრძელებს უფსკრულისკენ სვლას. ხო და როდესაც ჩნდება კითხვა, ვაპატიო თუ არა ქალს ღალატი, აი ამ წამს უნდა გაიაზრო ეს ყველაფერი და უნდა დაფიქრდე. თუ ჩვენ პატიებაზე ვისაუბრებთ, ეგ მომენტალურად უნდა ქნა, ეგრევე უნდა აპატიო. მაგრამ არა იმ ფორმატში, რომ უკან დაიბრუნო ის. არამედ იმ ფორმატში, რომ შენში არ დარჩეს არაფერი რისხვა და აგრესია მის მიმართ. რადგან ეგ ისევ შენ დაგაზიანებს. ხოლო თუ ჩვენ შერიგებაზე ვისაუბრებთ, აქ უკვე ძალიან დიდი, უზარმაზარი კითხვის ნიშანი ჩნდება. გეკითხები მეგობარო, მზად ხარ რომ შეურიგდე იმ ქალს, რომელიც თავის თავს საერთოდ ვეღარ აკონტროლებს და რომელიც საერთოდ არაპროგნოზირებადია. გჯერა შენ მაგ შერიგების შემდეგ პოზიტიური ფინალის. პირადად მე არ მჯერა. ხოლო რა უნდა მოხდეს იმისთვის, რომ სადღაც იქ შორეულ მომავალში თეორიულად შესაძლებელი გახდეს მოღალატე ქალთან შერიგება, ეს უკვე ცალკე საკითხია. მაგრამ მსგავს ვითარებაში მყოფი ბევრი მამაკაცი მაგაზე ოცნებობს. და მე ძალიან კარგად მესმის, რომ მაგ ისტორიებში ბავშვებიც არიან. ანუ არსებობს რაღაცები, რაც ასე თუ ისე სამუდამოდ გაკავშირებთ. მაგრამ თუ შენ ხედავ, რომ ქალის მსოფლმხედველობაში, მის ცხოვრების წესში არაფერი არ შეცვლილა. თუ უბრალოდ აი იმ კონკრეტულ ტიპთან მიმართებაშია გატეხილში, იმიტომ რომ მან ეს გამოიყენა და მიაგდო. და ზუსტადაც ამიტომ რომ უნდა მას შენთან დაბრუნება. შენ უნდა ხვდებოდე, რომ მომავალში იგივე გარდაულად განმეორდება. და იცი რატომ განმეორდება. იმიტომ რომ ის მოღალატეა, შენ კი იცი რომ ის მოღალატეა და მაინც მიიღე ის. ეგ კი იმას ნიშნავს, რომ შენც იგივე ცდუნებებით ხარ შეპყრობილი და შენც დაბინდული გაქვს გონება. არაფერი სიკეთე და არაფერი მორალურობა არ არის შენს ქცევაში, როგორც შენ ცდილობ რომ შეფუთო ეგ ყველაფერი. ანუ ორივე ხართ მაგ სიბინძურით შეპყრობილი და ზუსტადაც მაგიტომ დაგაკავშირათ ცხოვრებამ. და ზუსტადაც ამიტომ იქნება თქვენი ფინალი ტრაგიკული. და იქნება იქამდე, სანამ ჭკუას არ ისწავლი. ზოგადად ღალატი, როგორც მოვლენა, ქალის მხრიდანაც და მამაკაცის მხრიდანაც რა თქმა უნდა ცუდია და რა თქმა უნდა პარტნიორს ძალიან დიდ ტკივილს აყენებს. მაგრამ უზარმაზარი სხვაობაა ქალის ღალატსა და მამაკაცის ღალატს შორის. ქალი მაგ სიბინძურეზე მიდის მხოლოდ მაშინ, როდესაც ის ფუნდამენტალურად იცვლება და კარგავს ყველაფერ ღირებულს, რაც გააჩნდა. და რის დაბრუნებასაც თავისთავად უმეტეს შემთხვევაში ვეღარასდროს შეძლებს. ეს არის ის, რაც უნდა იცოდე, თუ აპირებ ღალატის შემდეგ ქალის დაბრუნებას. თქვენი ცხოვრება ისეთი, როგორიც მანამდე იყო, აღარასდროს იქნება. აქვე გაცნობებთ, რომ ვიდეო კურსების ავტომატური შეძენის შესაძლებლობა გაქვთ უკვე ჩემს Telegram არხზე. შეგიძლიათ გადახვიდეთ ბმულზე და იქვე შეიძინოთ. გადახდისთანავე მოგეცემათ წვდომა შესაბამის ვიდეო კურსზე. ონლაინ კონსულტაციაზე ჩასაწერად კი მომწერეთ WhatsApp-ზე.